განსაკუთრებით იხარჯება, ვიდრე საშუალოდ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებს არ გულისხმობ. ანუ მაგალითად ხშირად არის რომ აქ ზამთარში 170 ვოლტია, 160 ვოლტია, 180 ვოლტია, ნაცვლად 220-ისა. ესეც ზრდის დანახარჯებს. ახლა შეხედეთ, ამ შემთხვევაში ეს 125, ნუ ჩამოუწიოთ დაახლოებით 120 მილიონამდე. გამომდინარე იქიდან, რომ ცუდი ძაბვის გამო, რომელიც ჩვენი ბრალით არ არის, მეტი ენერგია იხარჯება. ახლა შეხედეთ, ეს კიდე ყველაფერი არ არის. მესტიის რაიონში საშუალოდ გაცილებით უფრო სიცივეა, ვიდრე ზოგადად ვიდრე საშუალოდ საქართველოში. მაგალითად, კარგამინდში, იანვარში, ბათუმში, გამთენიისას, როდესაც მთელ საქართველოში წამოწმენდილია. თუ არის ბათუმში მაგალითად 0 გრადუსი ტემპერატურა, ამ დროს ქუთაისში შეიძლება იყოს -2 გრადუსი. ხოლო ამ დროს თბილისში შეიძლება იყოს -5 გრადუსი. ხოლო ამ დროს, ანუ ბათუმის ცენტრში თუ იქნება 0, ქუთაისის ცენტრში თუ იქნება -2, თბილისის ცენტრში თუ იქნება -5, ამ დროს მესტიის ცენტრში შეიძლება იყოს -15 გრადუსი. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, კლიმატური პირობებიდან გარეშე, ბუნებრივიც არის, რომ მესტიის რაიონში საშუალოდ უფრო მეტი ელექტროენერგია უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე საშუალოდ საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ საშუალოდ მესტიის რაიონი გაცილებით უფრო ცივი კლიმატის რეგიონია, ვიდრე საშუალოდ საქართველო. აი მაგალითისათვის ახლა ხომ არის 2 ივნისის საღამო. ახლა ამ მომენტში მესტიის ცენტრში დაახლოებით +10 გრადუსია ტემპერატურა. ну გასაგებია რომ ახლა წელს განსაკუთრებით ცივი ივნისია ახლა ჯერჯერობით, მაგრამ მაინც +10 გრადუსია დაანცოტა. ახლა შემდეგი. ახლა უყურეთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომელიც მე არ მithქვია. საქართველოს წელიწადში მოიხმარს დაახლოებით 3 მილიარდ 300 მილიონ კუბომეტრ ბუნებრივ აირს, ანუ გაზს. შეხედეთ? რომელიც ნაწილობრივ დიდწილად უფრო სწორად ანაცვლებს ელექტროენერგიას და ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს. ხოლო მესტიის რაიონში ბუნებრივი აირის მილსადენის სისტემა არ არსებობს. და იმ 3 მილიარდ 300 მილიონი კუბომეტრი გაზის მოხმარებაში, ანუ ბუნებრივი აირის, ანუ გაზის მოხმარებაში, რომელსაც საქართველოს მოიხმარს, მესტიის რაიონის წილი არის მიზერული. მაგალითად, ავტომობილებით თქვა თუ ვინმე მოიხმარს მესტიის რაიონის ტერიტორიაზე ბუნებრივ აირს, გაზს და ასევე თქვა ბალონებით თუ ვინმე მოიტანს, მაგრამ ეს არის მიზერული. ანუ ბუნებრივი აირის მილსადენების სისტემის არ არსებობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მესტიის რაიონში ელექტროენერგიის მოხმარებას. ახლა შეხედეთ, ჩამოვთვალეთ ფაქტორები. ის რომ ვინაიდან უფრო მეჩხერი დასახლება, ქსელური დანაკარგები ხაზებზე მესტიის რაიონში მეტია პროცენტულად ვიდრე საქართველოს მასშტაბით. ის რომ მესტიის რაიონი კლიმატურად უფრო ცივია ვიდრე საშუალო საქართველო, ეს კიდე დამატებითი ფაქტორი, რომელიც ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას. ის რომ მესტიის რაიონში ვინაიდან დენი უფასო იყო, უმეტეს შემთხვევაში ჩვენ მოგვეწოდებოდა ნორმაზე უფრო ცუდი ელექტროენერგია, ეს ამცირებდა ელექტროენერგიის მარგი ქმედების კოეფიციენტს და ზრდიდა ელექტროენერგიის მოხმარებას. ესეც დამატებითი ფაქტორი. გარდა ამისა, ის რომ მესტიის რაიონში არ არის ბუნებრივი აირი, ანუ გაზის მილსადენის სისტემა, ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეხედეთ, ჩვენ ეს ყველაფერი თუ დავიანგარიშეთ და ბუნებრივი აირის ფაქტორიც თუ დავამატეთ, შესაძლებელია რომ ეს 115-120 მილიონი კილოვატი სანამდე ჩამოსულიყო დაახლოებით 60 მილიონ კილოვატამდე. შეხედეთ, იმიტომ რომ ბუნებრივი აირი ყოფილიყო, ანუ სხვადასხვა ფაქტორებით ხო ჩამოვედით 115-120 მილიონ კილოვატ-საათ ელექტროენერგიის მოხმარებამდე დაახლოებით. ბუნებრივი აირიც რო დამატებულიყო, არსებობს რეალური ალბათობა, რომ ის 115-120 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც 2025 წელს მესტიის რაიონმა მოიხმარა, ჩამოვიდოდა დაახლოებით 60 მილიონ კილოვატამდე.
უხეშად ვთქვა, ახლა ამის ზუსტი ციფრის თქვა თქო უნდა ძნელია და ამ შემთხვევაში ვიღებთ რას? ანუ თანაბარი მოსახლეობის პირობებში, ვინაიდან საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა საქართველოს დანარჩენი ტერიტორია 12 მილიარდ კილოვატ-საათს მოიხმარს და ვინაიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 300-ჯერ მეტია მესტიის რაიონის მოსახლეობაზე, გამოდის რომ ამ შემთხვევაში 40 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია უწევს. საქართველოს მასშტაბით მაგალითად მოსახლეობასთან შეფარდებით აი მესტიის რაიონის ვინაიდან 300-ჯერ მეტია საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის რაოდენობა მესტიის რაიონის მოსახლეობაზე 300-ჯერ რო გავყოთ 40 მილიონი კილოვატი გამოდის და ხოლო მესტიის რაიონის ელექტროენერგიის მოხმარება ამ პირობების გათვალისწინებით დაახლოებით 60 მილიონი გამოგვივიდა. ანუ რა გამოვიდა ის რომ რაც ბატონმა მამუკამ დინარაძემ თქვა 13-ჯერ დაახლოებით 13-ჯერ მეტს მოიხმარსო მოსახლეობასთან შეფარდებითო. ნუ მოსახლეობა ერთსულ მოსახლეობასთან შეფარდებით ეს ტერმინი არ უთქვია, მაგრამ ალბათ ეს იგულისხმება, როდესაც დაახლოებით ასეთი ტერმინი თქვა, რომ იგივე კატეგორიის რაიონიო თუ რაღაცა დაახლოებით ამდენად სიტყვით არ მინდა რომ შემეშალოს და ალბათ იგულისხმებოდა ერთსულ მოსახლეზე, ხო? ანუ დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი გამოსდის მესტიის რაიონს. და რა თქმა უნდა, ეხლა ის რომ ბუნებრივი ის რომ ელექტროდენი თქვათ უფასოა, შეიძლება ცოტათი ზრდიდეს ელექტროენერგიის მოხმარებას, მაგრამ ეს ციფრი გამოგვივიდა დაახლოებით 1.5 კილოვატი. ეს ციფრი გამოგვივიდა 1.5-ჯერ მეტი დაახლოებით ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მესტიის რაიონში საქართველოს საშუალო მაჩვენებებთან დაკავშირებით და არა 13-ჯერ. ახლა მე ვაყენებ საკითხ, ახლა შეეხება კრიპტოვალუტას და უკვე ეს ყველაფერი რომ დავანგარიშეთ, უკვე მე თვითონაც გამიკვირდა, მაშინ კრიპტოვალუტის ადგილი სადღარ რჩება. ეს ერთი. ანუ მაშინ კრიპტოვალუტა თუ ისა რა ქვია, თუ ყველა ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ და არც თუ ისე დიდი მოხმარება ყოფილა ელექტროენერგიის მესტიის რაიონში, მაშინ კრიპტოვალუტაზე რო არის ერთი ამბავი, რომ მესტიის რაიონში კრიპტოვალუტა დიდი რაოდენობით გამომუშავდებაო, მაშინ მე უკვე ცოტა არ იყოს მიგვის, იმიტომ რომ ეს ციფრები თლად გვიჩვენებს, რომ თალდიმდენი ისეთი მაღალი მოხმარებაც არ ყოფილა მესტიის რაიონში. ეს ერთი. მეორე, კრიპტოვალუტა თუ მოიხმარება